ქალბატონები ომში რამდენიმე საუკუნის წინ გადაცმულებით ჩუმად იბარებოდნენ. მაშინ იარაღი სუსტის ქესის ხელში ცუდ დონად ითვლებოდა და ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი რამ ისჯებოდა კიდეც. სამხედრო სამსახურში ქალები ოფიციალურად დაახლოებით 400 წლის წინ მიიღეს. საწყის ეტაპზე ისინი ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ქალბატონებმა მამაკაცების მსგავსად სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. დღეს მშვენიერის ქესის სამხედრო მფრინავები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც ჰყავს. მათი სამუშაო დღე კი ასე იწყება. მას შემდეგ რაც მფრინავი დავალებას მიიღებს, უპირველეს ყოვლისა, გარდა იმისა, რომ თვითონ მომზადება ამ დავალებისთვის, უნდა მივიდეს საფრენი აპარატთან და შეამოწმოს საფრენი აპარატის მზადყოფნა. პირველი საიდანაც იწყებს, ეს არის უშუალოდ კაბინაში უნდა დაათვალიეროს. კაბინაში შიგნით კი მთელი რიგი ჩამრთველები კაბინის მდგომარეობა უნდა შეამოწმოს და კაბინის შემოწმების შემდეგ უკვე უნდა შემოუარს მთელ საფრენ აპარატს. დაეშე და იდაც შეგხდნება ტაში დავიგე. გავიღიმე და გაღიმებული დავჭი მთელი. სხვათა შორის დედა დღემდე ოცნებობდა რომ ყოფილიყავი ფარმაცევტი. რატომ არ ვიცი. მიუხედავად იმისა. აი ანალგის და ციტრამოს რისარჩი ერთმანეთზე. მაინც ესე უნდოდა რატომღაც და ყოფილა ესეთი შემთხვევები, როცა თქვათ დაღლილი მისულა რა, აი პრობლემა ყოფილა რაღაც და ხასიათზე არ ყოფილა და დამიჩივლია რომ აუ დავიღალე რა და აუცილებლად ამ მომენტში მეუბნება რომ ყოფილიყავ ფარმაცევტი გეცნობდა გეტრიხალდი არ დაიღლებოდი. მერვე კლასში გადაწყვიტა მფრინავი გამხდარიყო და მას შემდეგ დასახულ მიზანს მიჰყვება. თუმცა იყო პერიოდი, როცა მას სერიოზულად არ აღიქვამდა. ჩვეულებრივ სამოქალაქო საველის უნივერსიტეტში სწავლობდი. ოღონდ იმ შემთხვევაში მაშინ საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდი, მფრინავი გოგოები არ იყვნენ ჯერ არც აპირებდნენ მიღებას. თავიდან უარ მითხრეს და მე თავდაცვის სამინისტრო მიიღო. გადაწყვეტილა მიიღეს რომ ეცადათ და თუ გავამართლებდი დავრჩებოდი და იყო ირონიული დამოკიდებულება თავიდან სანამ ასე ვთქვათ მეც შევძლებდი იგივეს გაკეთებას რაც ისინი იკეთებდნენ მაგრამ მე დროთა განმავლობაში უკვე ეს ყველაფერი რეალური რომ გახდა ახმადი რომ გახდა მიხვდნენ კი რომ თუმცა შეიძლება კონკურენტი ყავთ დაძაბული სამხედრო რეჟიმი ფიზიკური დატვირთვა და ცოდნის მუდმივი განახლება ამბობს რომ რთულია იყო მფრინავი მაგრამ აქ შეუძლებელი არაფერია თავარია საკუთარი თავის რწმენა და საქმის ერთგულება არ უნდა მიცე თავს იმის უფლება ან შეგეშინდეს ან დაიბნიან რაღაცა იმიტომ რომ ელემენტარული შენს ცოცხლი შენზე დამოკიდებული. მერეც მეორე სიამოვნება უნდა მიიღო ამ ყველაფერს და მარტო დავფრინავდა. დღეს ქალბატონების ჯარში მსახურება ყოველთვის მისაღებია, მაგრამ საქართველოში ამ საქმით დაკავებული მშვენიერის ქესის არც ისე ბევრი წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ვერტფრენის საჭესთან მჯდომ პროფესიონალ მფრინავებს ქესის მიხედვით არ გამოარჩევენ, გარკვეული სტერეოტიპები მაინც მოქმედებს.